დღეს დილად შემოვიდა ბორანი, რომელმაც ჩამოვიდა ღირსეული პარტნიორი, ქართულ-ამერიკული სწავლება ღირსეული პარტნიორისათვის აღჭურვილობა და ტექნიკა, რომელიც მიიღებს სწავლებაში მონაწილეობას და რომელიც ჩამოიტვირთება გემიდან რამდენიმე საათში და გაემგზავრება თბილისისაკენ, რომელიც მონაწილეობას მიიღებს, როგორც აღვნიშნეთ, ქართულ-ამერიკულ სწავლებაში. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოტანილი არის როგორც მძიმე ჯავშანი ტექნიკა, ტანკები, ასევე მსუბუქად შეჯავშნული ქვევითი მანქანები და შესაბამისად ტექნიკა, რომელიც ჰამერები, ეგრეთ წოდებული ჰამერები, რომელიც მიიღებენ ქვეითა გადაადგილებებში მონაწილეობას. დავიწყეთ ტექნიკის გადმოტვირთვა სწავლებისთვის ღირსეული პარტნიორი 2016. ჩვენ აქ შეგვიძლია ვიხილოთ ძირითადი საბრძოლო ტანკი აბრამსი და ქვეითა საბრძოლო მანქანა ბრედლი. შარშანდელ სწავლებაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე მე-18 ბატალიონის ალფა ასეულთან ერთად მხოლოდ ბრედლები იყო ჩართული. წელს ჩვენ გავზარდეთ შესაძლებლობები და სწავლებაში უკვე მონაწილეობას ძირითადი საბრძოლო ტანკი აბრამსი მიიღებს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას. განსაკუთრებით კი მე-18 ბატალიონის ალფა ასეულსა და მესამე ბრიგადის 164 ალფა ასეულს შორის, რომელიც ევროპის სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა. გარდა ამისა, სწავლებაში ასევე ჩართული იქნება M-19 ტიპის ქვემეხები და ჰამერები, რაც ასევე ხელშეუწყობს ჩვენ საველე საშუალებებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას. მნიშვნელოვანია ასევე 173 საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფის მონაწილეობა ამ სწავლებაში, რადგან ეს ქვედანაყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-18 ბატალიონის ალფა ასეულის პარტნიორია. სწავლება შესაძლებლობას მოგცემს გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გავზარდოთ თავსებადობა ამერიკულ და ქართულ სისტემებს შორის.